Smell, იჩქარე, ისეთი ლამაზია, შოქში ჩავარდები. დიანა, ახლა ხო ვარჯიში გვაქვს. კი, მასკოთ, ახლა უბრალოდ Smell-ს ჩემი კაბა უნდა ვაჩვენო. მაგარია და კაბა სადაა? Smell არ ვიცი, აქ ეკიდა. მასკოთ, სად არის ჩემი კაბა? გამოსაშვების აღამოსთვის აქ ეკიდა. გოგოებო, არ დაიჯერებთ. უკვე ვიყიდე გამოსაშვების აღამოს კაბა. ისეთი ლამაზია. გვაჩვენე მერე. გოგოებო, გაჩვენებთ. სკოლაში მაქვს უკვე ისეთი ლამაზია. თან მხოლოდ 2 ამ მსგავსი არსებობს მსოფლიოში და ერთ-ერთი ჩემია. ვაუ, და დიანა, ძვირი არ არის? ხო, გოგოებო, იაფი არისო, რაც მთელი წელი შევაგროვე, ყველაფერი დავხარჯე. მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ გამოშვით, ძალიან მნიშვნელოვანია, ცეკვა მაქვს. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ. გოგოებო, გამარჯობა. რაიან, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცეკვის დროს აფუშიც გექნება და ახლა გაგვეთილები გაქვს. ესე იგი არ გამიშვებთ, ხო? არა, რაიან, ვერ გაგიშვებ, არ გეწყინოს. მასწავლებელო მაიკ, საფუში აგარ გზევ იქნებით, მანდაც არ მექნება ცეკვის დრო. ბაყაყები მაგები არიან, ბაყაყები საკუთრებები არიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. ბაყაყებო, შეგიძლიათ რომ ჩვენს თვალწინ არ ივარჯიშოთ, წადით სპორტდარბაზში. მაგრამ ჩვენ ხომ სპორტსმენები ვართ, სადაც გვინდა იქ ვივარჯიშებთ. ბანი, იცით რომ დღეს თქვენი მწვრთნელი აქ არ არის? გააგიჟეს და იმიტომ. რა? თვითონ გაგვაგიჟა, ნორმალური არ არის. უნდა დაბადებულიყო როგორც გველი და არა როგორც მწვრთნელიები. ან შეუძლია ვირთხები გაწვრთნას, მსგავსი ხასიათი აქვთ. ეს ჩაიწერე, სოფი? კი, ჩავიწერე. ხვალ ყველაფერს ვეტყვით მწვრთნელების. ხო, ყველაფერს გაიგებს. შვენიერი, შეგიძლიათ ისიც უთხრათ, რომ საშინლად ყარს. და დაბადების დღეზე დეოდორანტს ვაჩუქებთ. გოგოებო, მიყვარხართ. ჯული, რომელი უფრო გიშლის ნერვებს, ბაყაყები თუ ბანი? ჯიჯი, როდესაც ყველა ერთად არიან, ეგენიც და ეგენიც. იცი რა, ჯული, მოდი წავიდეთ. ხო, წამო. კიდე ვიწერდი? კი, რა თქმა უნდა. ხვალ მწვრთნელიები ყველაფერს გაიგებს. ხო, და ჩვენი მწვრთნელი გახდება. და ჩვენ გავხდებით ჩემპიონები, ბაყაყებიდან ჩემპიონებამდე. ბაყაყებო, ჩემპიონები ვერასდროს გახდებით. გოგოებო, აი ჩემი კაბა. ვაუ, რა ლამაზია! დიანა, ასეთი მოკლე რატომ არის? ეს ხომ გამოსაშვების აღამოს კაბაა? გოგოებო, იმიტომ რომ ყოველთვის გრძელი კაბები მეცვა ხოლმე და ახლა მოკლე ვიყიდე. დიანა, ძალიან ლამაზია, ხო? თან მსოფლიოში მხოლოდ 2-ია ასეთი. სიმართლე რომ გითხრა, მეც მინდა ასეთი კაბა. გოგოებო, რა პრობლემაა? დაიწყეთ უკვე კაბების მოძებნა, იმიტომ რომ გამოსაშვების აღამო ძალიან მალე იქნება. უბრალოდ მიყვარს ეს კაბა. ხო, მეც მიყვარს ეგ კაბა. ბლონდი, რას ამბობ? ეს ხომ ბანის კაბაა? ხო, მაგრამ ჩამეტევა. მეც არ მიყიდია ჯერ კაბა. ბანი უკვე ემზადება და ჩვენ უბრალოდ დავხტუნავთ. მოკლედ, გოგოებო, ყველაზე მაგრები ჩვენ ვიქნებით გამოსაშვებზე. ხო, ყველას გადავფარავთ. მე გადავფარავ ყველას გამოსაშვებს აღამოზე. ბლონდი! გოგოებო, კარი დაიჭირეთ. ჯანდაბა, მე უფრო მიხდება, ხო, გოგოებო? რა? ბლონდი, არ თქვა რომ ახლა მაგის მოპარვა გინდა. ბლონდი, გაგიჟდი, ეს ხომ სპეციალური კაბაა. დიანამ ძალიან ბევრი ფული დახარჯა ამ კაბაზე. ხო, ამის გამო არ გაპატიებს ბლონდი. და თუ არაფერს არ ეტყვით, ვერც გაიგებს. თან ასეთი 2 კაბაა ამ სოფლიოში. რა იცის, იქნება მეორე მე ვიყიდე. გენიოსი ხარ, მაგრამ ბლონდი, შარში გაეხვევი. კარგი, ჩემო კაბო, დამელოდე აქ სკოლის მერე წაგიყვან. პრობლემა არ იქნება. არანაირი პრობლემა არ იქნება. მეგობრებო, ძალიან მალე ჩვენ გვექნება გამოსაშვები! ხო, ვიცი, გამოსაშვები. მასწავლებელო მაიკ, მე იახტა მინდა. სერიოზულად? ჩვენ რესტორანი. მოკლედ, ჩვენ ბიუჯეტი გვაქვს გამოსაშვებისთვის. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ, მოდით რომ დავაგვიანეთ. მოკლედ, მეგობრებო, შეზღუდული ბიუჯეტი გვაქვს, ამიტომ უნდა ავირჩიოთ, სად დავნიშნოთ. იახტაში, რესტორანში თუ ტყეში პიკნიკზე. არა, ტყე გამოსაშვებისთვის არ გამოვა. ყველანი ლამაზად ჩაცმულები ვიქნებით. მეც წინააღმდეგი ვარ, სახლის წინ მაქვს ტყე, როცა მინდა მაშინ შემიძლია გავიდე პიკნიკზე, ამიტომ არა. მასწავლებელო მაიკ, ბანი რესტორანს აძლევს ხმას, იმიტომ რომ შემდეგ გვინდა ფართი გქონდეს და იახტაზე არ იქნება საკმარისი ადგილი. ჩემი აზრით პიკნიკი ტყეში კარგი იქნება. მარშმელოები შევწოვთ ცეცხლზე. პატრიკ, ეგ ნებისმიერ დროს შეგიძლია გააკეთო. მე და კოსტას იახტა გვინდა. ხო, ყოველთვის მინდოდა იახტის გატარება. აქ რა ხდება? ბაყაყებო, არ უნდა დაგიგვიანათ, მასწავლებელი მაიკი და ჩვენ ვწყვეთ სად გვექნება გამოსაშვების აღამო. ხო, ჩვენ რესტორანი და ფართი გვინდა. ხო, მაგრამ რესტორანი წინა საუკუნეა, იახტა უკეთესია. უმრავლესობა წყვეტს. მოკლედ, მე დაიბი უკვე ვილაპარაკეთ და მას უნდა რომ გამოსაშვები იახტაზე უქონდეს. თანახმა ხართ? დიახ! მაგარია.
ერთი წუთით მასწავლებელო მაიკ მწვრთნელიები აქ რაშუაშია. როგორც ვიცი, გამოსაშვების საღამო ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდა და ჩვენი გამოსაშვებია, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ბავშვებო, აბახმა მიეცით. ვის რა გინდათ? სად უნდა იყოს? რაიან? რესტორანი და წვეულება. მე პიკნიკი მინდა. მე იახტა მინდა. რესტორანი და ფარტი. იახტა. მე რესტორანი და ფარტი მინდა. თან იახტაზე ფრთხილად უნდა იყო, ვინმე რო არ გადავარდეს. მასწავლებელ მაიკეს უნდა გაითვალისწინოთ. მოკლედ მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ები არასდროს არ ყოფილა იახტაზე და უნდა რომ საგარი მიიღოს. ამიტომ გამოსაშვებს იახტაზე გადავიხდით და ბიუჯეტიც გვეყოფა. გილოცავთ. Yes! იახტაზე ძალიან გავერთობით. მასწავლებელ მაიკეს არასწორია, უფრო მეტმა თქვა რესტორანი და ფარტი, ვიდრე იახტა. დიანა, გამოსაშვები მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის და რესტორანში სმაილიც კი წაგიყვანს ნებისმიერ დროს. მასწავლებელ მაიკეს უსამართლობაა. დიანა, ამ სკოლაში ყველაფერი უსამართლობაა. თან ფულსაც არ დახარჯავთ კაბლებზე, საცურაო კოსტუმით მოხვალთ. მაგარია მასწავლებელ მაიკ, მაგრამ დიანამ უკვე იყიდა კაბა და ძალიან დიდი რაოდენობის ფული დახარჯა. 2-დან 1-ია. და მე რა გასხოვებაა? მე რა უბრალოდ კაბაა. თან იახტაზე აღნიშნავთ, ამიტომ მოგიწევთ საცურაო კოსტუმების ჩაცმა, ჩემი საცურაო კოსტუმი მეოლდება. კოსტა, რამ ხელაზე უსტვენ? ლეილა მოგეწონა? არა, ღია საცურაო კოსტუმები. გოგოებო, მზად არ ვარ, რომ გამოსაშვები აღნიშნავს საცურაო კოსტუმში. ხო, მეც იმდენი პიცა ვჭამე. გოგოებო, არა უშავს დაფარულ კოსტუმს ჩავიცვამთ, იმიტომ რომ ზემ არ დაგუწვას. ხო, და ვერავინ დაინახავს, რომ ბევრი ვჭამე სინამდვილეში. მაგ შეჯიბრში მე არ მივიღებ მონაწილეობას. მოკლედ მეგობრებო, გადაწყვეტილია. იახტაზე ყველამ საცურაო კოსტუმი და მზისგან დამცავი კრემი წამოიღეთ. 1 2 3 1 2 3 ბიჭებო, თქვენი შოკოლადი. ახლა შენთან. 1 2 3 1 2 3 მორჩა, მამას მანქანას აიღებ. ჭანდაბა თუ გაიგებს რომ მისი მანქანა ავიღე და მერხევა. ხო, მაგრამ არ იყო საჭირო ამ თამაში ჩართულიყავი, მაგრამ შენ თვითონ გინდოდა, ამიტომ შენი ბრალია. სმაილ, ჩემი აზრით ტიმურის თუ აიღებს მანქანა, მაინც შენ დაგერხევა, იმიტომ რომ უფროსი ძმა ხარ. ხო, თან შემიძლია მამას უთხრა რომ შენ აიღე. არა მეგობრებო, ეს მანქანა ძალიან გჭირდება, საფხული მანქანის გარეშე რა იქნება, ლუზერები ხო არ ვართ. აბა რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა ვიშოვოთ? შეგვიძლია ვიქირავოთ. ხო, და ვინ იქირავებს? შენ. სმაილ, შენ უკვე ეს დასრული ხარ. გამარჯობა, დიახ, მანქანის ქირავება მინდა. რომელიც დიანას მოეწონება, ლამბორგინი ღია მწვანე ფერის. სმაილ, ვიღაცამ უკვე დაგასწრო. გამარჯობა, მანქანის ქირავება მინდა. ყვითელი ლამბორგინი იყოს. დიანას ეგრევე შეუყვარდება. იანამ და მწვანემ შეუკვეთეს ლატე კარამელით. პიცა რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ კარამელი არ გვაქვს? თქვენს რომ მხოლოდ ეგეც დალევენ. რა უნდა გავაკეთოთ? მიდი აქ მარილი მოაყარე, ვერ შეამჩნევენ. კარგი, უკვე გვაქვს მარილიანი კარამელი. ბრჭყალებში მარილიანი. მის მინე მწვანე, მალე მითხარი რა გინდა, თორემ თუ ლეილა დამინახავს რომ აქ შენთან ერთად ვზივარ, არ ვიცი, ყვირილს დაიწყებს, გაგიჟდება. და რატომ გიკრძალავს სხვასთან კომუნიკაციას? საუკეთესო მეგობრები ვართ და სხვა არავინ გუჭირდება. ისე ჩემო თავაზებას გეტყვი რომ უარს ვერ მეტყვი. ხომ იცი რომ მე საცურაო კოსტუმების დიზაინერი ვარ და ახლა იცი რომ გამოსაშვები იახტაზე გვაქვს, მსად ხარ? ვაიმე, მე კიდე კაბა ვიყიდე. ხო, ახლა კაბა აღარ გჭირდება, მაგრამ შეგიძლია ჩემგან კოსტუმი იყიდო. ნახე როგორი მაქვს. არა, ეს ზედმეტად ღიაა ჩემთვის. კარგი, მაშინ ამას შეხედე, ეს უფრო ზოგადია. ნახე, მარწყვები აქვს. რა მარწყვები, მწვანე, ეს რა არის? რას ამბობ? კარგი, მაშინ განსხვავებული მოდელი, ანანასი თუ ქოქოსი, რომელი გირჩევია? მწვანე, საერთოდ ვინ გითხრა რომ ასეთი დაგეხატა? მე გენიოსი ვარ, ჩემო ტვინმა იანა. მწვანე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მაგეებს ვერ ჩავიცვამ, წესიერს შევუკვეთავ. ეგეთ ნორმალურ კოსტუმში არც ერთი ბიჭი არ შემოგხედავს, საერთოდ შენკენ სახესაც არ გამოატრიალებენ. ვერ გავიგე? ჯანდაბა, ლეილა, არა, მე აქ უბრალოდ ჩვენ საცურაო კოსტუმს ვარჩევ. რომელი გინდა? ანანასი, ქოქოსი. ხო, ეს ჩემი საცურაო კოსტუმებია, დიზაინერი ვარ. მწვანე, ადექი და წაიღე შენი ბლოკნოტისადმე სხვაგან. არ მესმის იანა, ეს რანაირი მეგობრობაა? მაგრამ ლეილა, ჩვენთვის ვარჩევდი ამ კოსტუმებს. მორჩა გოგოებო, მივდივარ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, თუ ოდესმე დაგჭირდათ რაიმე კოსტუმი, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ძალიან კარგი. იანა, კიდევ ერთხელ თუ გნახავ მწვანესთან, ჩვენი მეგობრობა დამთავრდება, მაგრამ არ მაქვს კოსტუმი. იანა, გუშინ ვიყიდე მე საცურაო კოსტუმი და ჩემს სულს შენ მოგცემ. ის წერტილებიანი? წერტილები არ არის, ალუბლებია. სმაილ, ლამბორგინი მაგარია. ხო, მეგობრებო, მაგრამ მე ვატარებ. გასაგებია. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. სმაილ, უკვე ხომ არ იყიდე კოსტუმი გამოსაშვებისთვის? კი, ვიყიდე. აღარ დაგჭირდება. რას გულისხმობ, აღარ მივდივართ გამოსაშვებზე? არა, სმაილ, მოვდივარ, მაგაზე არის ნერვიულო. უბრალოდ გამოსაშვები იქნება საცურაო კოსტუმებში. ესე იგი ბიჭები იქნებიან შორტებში.
ძალიან სასაცილოა. საერთოდ არ არის სასაცილო ბიჭებო, სიმართლეა. მასწავლებელმა მაიკმა თქვა, რომ იახტაზე აღნიშნავთ გამოსაშვებს. რა თქვა? ჩვენ წողლება გვინდა. იახტა უკვე დაჯავშნილია. სმაილ, მეც ძალიან მეწყინა. თან კაბა ვიყიდე და აღარ დამჭირდება. უბრალოდ ძალიან მაგარი კაბაა. გოგოებო, მოჰიტო შევუკვეთოთ და რომეო გავაგდოთ ჩვენი მაგიდიდან, თორე აგზის. გამარჯობა, მოკლედ გადავიფიქრე. ლამბორგინი აღარ მინდა. ახლა ვარდისფერი როლს-როისი მინდა, რომელსაც ვარდისფერი ინტერიერი აქვს შიგნით. ისეთი ვარდისფერი, როგორც დიანას კაბაა. სმაილ, რომეო ისევ ამპარტავანია? დიანა, დამიჯერი ახლა არავის არ ელაპარაკება. ტელეფონი საერთოდ გათიშული აქვს. სმაილ, კაბა რომელიც მე ვიყიდე მხოლოდ 2-ია ასეთი მსოფლიოში და ერთ-ერთი მე მაქვს. შენ უბრალოდ უნდა შეხედო, იცი რა ლამაზია. კარგი, აუცილებლად უნდა შევხედო. წამო, გოგოებო, მალე დავბრუნდებით. აი, შეიძლება შევუკვეთო კოსტუმი. ისა, შოკოლადის ფონდიუს საცურაო კოსტუმი რა არის? აი, არ გესმის, ეს ახლა ტრენდია. საათისფერო რა შოკოლადის ფონდიუ, ცოტა დაფიქრდით. აი, ეს დიზაინერის კოსტუმია. აი, პიცა გამომართვის სპეციალურად შენთვის გავაკეთებ. წვანე მარწყვიანი კოსტუმი ხომ არ გაქვს შემთხვევით? კი, მაქვს. მაშინ მე დავჯავშნი. კარგი. საათისფერო საცურაო შორტებსაც აკეთებ? წვანე ფასზე მერე შევთანხმდეთ. კი, რომეო ვაკეთებ? ვარდისფერი გამიგეთე. ვარდისფერი როლს-როისის ნაირი. ვაუ, ვარდისფერი როლს-როისი. მერი, შევუკვეთე საცურაო კოსტუმი მარწყვით. კარგი, მე ვიყიდი მაშინ პეპლის საცურაო კოსტუმს. სმაილ, ჩქარა, ისეთი ლამაზია, რომ დაინახავ შოქში ჩავარდები. დიანა, ახლა ხო ვარჯიში გვაქვს. კი, მასკოტ გვექნება, ახლა სმაილს უნდა ვაჩვენო ჩემი კაბა. მაგარია და კაბა სადაა? სმაილ, არ ვიცი, აქ ეკიდა. მასკოტ, სად არის ჩემი კაბა? დიანა, რა კაბა? გამოსაშვების აღამოსთვის, აი აქ ეკიდა. ბაყაყებო, თქვენ ხომ არ გინახავთ ჩემი კაბა? ვარდისფერია და ოქროსფერი. აქ ეკიდა. რა, ბარნის ტანსაცმელს ჩვენ როდის ვხედავდით? არ გვინახავს. მაგრამ რანაირად ვერ დაინახეთ? აქ ეკიდა, ჩემს კარადაში. დიანა, რას აკეთებ? ჯანდობა, სმაილ, არ გესმის, ჩემი კაბა მოიპარეს. დიანა, იქნება უბრალოდ შეცვალეს. დიანა, ვარჯიში ხო გვექნება? არა, მასკოტ ვერ ხედავ, კაბა მოიპარეს. საწყალი გოგო. არ არის სასაცილო, რა ჯერ თქვენთვის არაფერი არ მოუპარიათ? ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს. რომეო, ეს ფული აიღე და ჩემ ოფისში მიიტანე და სეიფში შეინახე. პაროლი ხო გახსოვს? კარგი, მაგრამ იცოდი, არ დაკარგო. კარგი, ბიძია მაიკ, პატარა აღარ ვარ. ფრთხილად იყავი. მასწავლებელო მაიკ. რა ხდება ბიჭებო? იცოდეთ, იახტა არ შეიცვლება, უკვე გადაწყვეტილია. მასწავლებელო მაიკ, მაგრამ რატომ მიახტა? ძალიან ბევრი ადგილია ტყეში, თან ჩიტები, ცეცხლი. ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი გამოსაშვების დღეს მარშმელოები და სოსისები შემეწვა ცეცხლზე. ხო, მეც. პატრიკ, უბრალოდ შეგიძლია ამ შაბათ-კვირას წახვიდე ტყეში და მარშმელოები და სოსისები ცეცხლზე შეწვა, მაგრამ ეს გამოსაშვები დღეა. მასწავლებელო მაიკ, თან მე ვერ ვცურავ, ამიტომ იახტაზე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. მე კიდე სხვა ცუდად მხდის. მეგობრებო, თქვენ ძლიერები ხართ, თქვენი მჯერა, იახტაზე ცუდად არ გახდებით და კარგად გავერთობით. გასაგებია მასწავლებელო მაიკ, მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვის. არაფრის და საცურაო შორტები თქვენთვის მალე იყიდეთ. შოქში ვარ, ჩემი კაბა დაიკარგა, რომლისთვისაც მთელი წელი ვაგროვებდი ფულს. დიანა, დაწმარდი, ეს ხო უბრალოდ კაბაა. დიანა, ხომ თქვი რომ ასეთი ორი კაბაა, მეორე შეგიძლია იყიდო. ხო, ნასია, მაგრამ მშვენიერი იდეაა, საიდან მოვიტანო ფული? როგორ ვიყიდო? დიანა, გეტყოდი მოგცემთქო, მაგრამ მეც აღარ დამრჩა ფული. ხო, ვიცი, ზუსტად მაგაზე საუბრობ, რომ მეორე კაბას ვეღარ ვიყიდი. ვის შეეძლო მოეპარა? როგორ მეწოდება დიანა, ნახე, ვიღაცამ კაბა მოპარა. ხო, გასაგებია. ქურდი უნდა ვიპოვოთ. დიანა, რატომ ნერვიულობ? აღარ არის კაბა მნიშვნელოვანი. ნახე, მე მაქვს ძალიან მაგარი საცურაო კოსტუმები, შეგიძლია ჩემგან იყიდო. წვანე, ახლა მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს. ვის შეეძლო ჩემი კაბის მოპარვა? იქნებ ვირთხებმა მოიპარეს. ხო, შეიძლება ვირთხები. არა, ჩვენ არ მოგვიპარია. დიანას კაბა იძებნება. დამთავრდა, სამუდამოდ დაიკარგა. საყვარელო, მიდი რა, დაწნარდი. მე გიყიდი ახალ კაბას. რა თქმა უნდა, ეგეთ მაგარც ვერა, მაგრამ მაინც კარგი იქნება. არა, სმაილ, მე ჩემი კაბა მინდა. დიანა, არი ნერვიულო, ვინც მოიპარა შენი კაბა, იმას ნამდვილად არ შეერგება. ვაუ, რა მაგარი რაღაც თქვა. იმას არ შეერგება, ვინც კაბა მოიპარა. ლეილა, ნეტა მართლა ვინ მოიპარა კაბა? არ ვიცი, იანა. დიანა, ვინმე შენი კაბა მოიპარა? ვაუ, რომელს გამოჩნდა. მიდი რა, წადი აქედან, მიხედე შენ ვარდისფერ მანქანას, ვარდისფერი შორტებით. ხო, რომეო, ჩემი კაბა მოიპარეს. ვინმე ხომ არ დაგინახავს ვარდისფერი კაბით. თან ოქროსფერი რაღაცეები აქვს. ხო, როგორც ბარბის. რა გაქვს ჩემი შორტების წინააღმდეგი ვარდისფერი შორტებისთან, რომეოს სკეჩი უკვე გავაკეთებ. დიანა, არ ინერვიულო, შენთვის კაბას ვიშოვი.
რა? რომეო, საიდან იპოვი? ჩემს კაბას მოძებნი? რას გულისხმობ? არა დიანა, მეორე კაბას ვეყიდი. აღარ იდირო, ერთ საათში დავბრუნდები. ვაუ. სმაილ ეს გაიგე, რომეო მიყიდის კაბას. ძალიან მაგარია. დიანა, კაბა გექნება, ამიტომ არ იდარდო. დამიჯერე დიანა, ვინც კაბა მოგპარა ინანებს. მოდი აღარ გვინდა ამ კაბაზე. მართლა, კარგი უგოებო, დროა ვივარჯიშოთ, წავიდეთ. დიანა, მართალია რომ იახტაზე გვექნება გამოსაშვების აღამო? არა გოგოებო, გამოსაშვების აღამო გვექნება რესტორანში და მერე ფართიც იქნება. რა? რესტორანში? ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ, ვივარჯიშოთ. კარგად, და ჩემი კაბაც მექნება. არა, რომეო ისევ აი შეიძლება სასურველ კოსტუმი შევუკვეთო. იცი, შოკოლადის სასურველ კოსტუმი რას ნიშნავს? დიანა, ეს როგორ მოხდა? კარგი, ერთი წუთით. ხო და მე უი არა ადრე ვთქვი და ის ჩემპიონად გვაქცევს, ბაყაყებს ჩემპიონად.